ჩემი საქართველოში სტუმრობის ფარგლებში მქონდა შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობის უმცირესობის წარმომადგენლებთან, ასევე მქონდა შეხვედრა პრეზიდენტის უშიშროების საკითხებში მრჩეველთან. აღნიშნე ამ შეხვედრის დროს, რომ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე მხარემ ითანამშრომლონ პოზიტიურად ჩვენ მივესალმებით განხორციელებულ მშვიდობიან ცვლილებას, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგად, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მოდელად მთელი რეგიონისთვის. ჩვენ შეხვედრების ბატონ ბოკელიასთან შეხვედრების დროს ხაზი გავუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის კონსტრუქციული თანამშრომლობა უმცირესობისათვის ქვეყნის სასიკეთებლად. კომენტარი გავაკეთე ნამდვილად გუშინ, დღეს არ ვაპირებ გავიმეორო ის კომენტარი, რომელიც გავაკეთე გუშინ, მე მგონი შეგიძლიათ გაეცნოთ და ის თავის თავზე მეტყველებს. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და ვადევნებთ ამ პროცესებს, მე მგონი ესეც თავის თავზე მეტყველებს. ჩვენ ნამდვილად დიდი ინტერესით ვაკვირდებით და არა მარტო ჩვენ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იმას, თუ როგორ ხორციელდება და განხორციელდება საქართველოს კანონის უზენაესობის პრინციპები იმ აუცილებლობას, რომ ეს პროცესი იყოს აუცილებლად გამჭვირვალე და არ უნდა ატარებდეს პოლიტიკური ანგარიშწორების რაიმე ნიშანს. ჩვენ ბატონ გორდონს ავუხსენით თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, როგორი იყო მის დანიშვნაზე რეაქციები მოსკოვიდან და ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ეს მეორე არხი, რომელიც გვინდა გავხსნათ რუსეთის ურთიერთობისთვის, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჟენევის პროცესი შეიცვლება ან ჟენევის პროცესს რამე საფრთხე ემუქრება. პირიქით, ჟენევის პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობისთვის და ამ ფორუმის შენარჩუნებისთვის გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი. გამატიმრებებთან დაკავშირებით გორდონმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა გავდეს პოლიტიკურ დარგმის საუბარში და თუ გქონდათ მაგაზე საუბარი და არის თუ არა ეს გარკვეულწილად ზეწოლა ახალ პრემიერ-მინისტრზე. ჩვენ შევეხეთ რასაკვირველია ამ თემას და ჩვენ განვუმარტეთ ყველას, ვისთანაც ჰქონდა საუბრები გასული კვირის განმავლობაში, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა, ეს არ არის შერჩევითი მართლმსაჯულება და რომ უნდა იყოს გამოძიებული ყველა საქმე, სადაც არის დანაშაული და დამნაშავე შესაბამისად უნდა დაისაჯოს. რასაკვირველია ამ საკითხში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ერევა, ეს არის სხვა უწყებების საქმე და ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ. მე პირადად პრესის საშუალებით, მედიის საშუალებით შევიტყვი იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ დაუკავებიათ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან იმაში, რომ ახორციელებდნენ თვალთვალს მოსმენას და არ ვიცი ამას რა ქვია, როდესაც მონაცემების მოპარვა ხდება სხვისი პერსონალური კომპიუტერებიდან. მე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზედაც ჩვენ ევროკავშირში ვლაპარაკობდით, არის სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არის ადამიანის უფლებების დაცვა და პერსონალური მონაცემების დაცვა. ეს არის იმ ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმისათვის, რომ ბრიუსელთან ეს მოლაპარაკებები დასრულდეს. და სწორედ ამის ფონზე, როდესაც პიროვნული, პირადი მონაცემების დაცვას ასეთი მნიშვნელობა ენიჭება, თურმე საქართველოში გასული პერიოდის განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, ალბათ ამას აჩვენებს შემდეგ გამოძიება და თუ კი ეს ასე იქნა, როგორც ახლა ჩანს, თურმე ეს უფლებები საქართველოში მასიურად ირღვეოდა. აქედან გამომდინარე, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პერსონალური მონაცემები ადამიანების იყოს დაცული და საერთოდ ადამიანის უფლებები, მათი პრინციპული თავისუფლება იყოს დაცული. ამ მიმართულებით ახალი მთავრობა ძალიან ბევრის გაკეთებას აპირებს და ამას ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებამაც.